მეგობრებო, ესეთი გაშლა ვნახოთ ახლა. Kimala თქვა რა, თქვენი პარტნიორი, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, რაიმეს. ისეც, რაც თქვენ გაინტერესებთ და უნდა იცოდეთ. ყველა ვარიანტი ბოლომდე უყურეთ, შეიძლება საინტერესო ინფორმაცია გამოსჭვიოს და ამოტივტივდეს საინტერესო რაღაცა, რაც თქვენთვის ინტერესის სფეროა ერთგვარად. რომ მიხდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა და თუ ეს გაშლა არ დაემთხვევა, გადმოდით სხვა გაშლები არჩიეთ ჩემ გვერდზე და ლაიკები ყველა ვარიანტში არ დაგეზაროთ, კომენტარები დამიწერეთ, ასევე რა გსურთ საერთო გაშლათ რო იხილოთ და მაქსიმალურად ვითვალისწინებ ხოლმე თქვენ სურვილებს, როგორც იცით. ყველას მადლობა პირადში მოწერილი გამარჯვებებისთვის და ყველას გამარჯვებაზე ვერ გპასუხობ, ძალიან ბევრი გამარჯვება, ამიტომ პირადი გაშლა ვისაც გსურთ, პირადში მომწერეთ და დეტალებს ყველაფერს გაგაცნობთ მე. ვისაც გენდომებათ პირადი გაშლა ამ საკითხთან, რამე საკითხთან დაკავშირებით საერთოდ. ნახოთ ესე იგი, ვინ ხარ თქვენ და ვინ არის თქვენი პარტნიორი, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია კონკრეტულად ეს გაშლა. ვინ ხარ თქვენ? ვინ არის თქვენი პარტნიორი? თქვენ ამოდიხართ გაშლა ორივეს კეისთვის არის თქვენ ამოდიხართ მეფე ხმლის ენერგიებში. ხმლის მეფე ეს არის ჰაერისტიკია პირველ რიგში გეტყვით, ჰაერისტიკის წარმომადგენელია როგორც წესი ტყუპების სასწორის ან მერწყულის ნიშანი. ასევე არის როგორც წესი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელი, შეიძლება ჰოროსკოპი არ ემთხვეოდეს საერთო გაშლაში და ყველასთვის არ დაემთხვევა ყველა სიტყვა კიდევ ერთხელ და სულ ვიმეორებ ამას, მაგრამ მაინც რატომღაც არის ხოლმე ეჭვები, რომ ყველასია ეს გაშლა და დააკვირდით იდენტიფიკაციას, რამდენად გრძნობთ, რომ თქვენია ეს გაშლა. ორგანოების თანამშრომელი, ადვოკატი, პროკურორი, მოსამართლე, პოლიციელი, არ ვიცი, ნებისმიერი ორგანოების თანამშრომელი, ასევე არიან ხოლმე ქირურგები, როგორც წესი, ან არიან ინსტრუმენტთან მომუშავე ექიმები, ნებისმიერი სტომატოლოგიდან დაწყებული, არ ვიცი. ნებისმიერ ცივ იარაღთან, ეგრეთ წოდებულ ცივ იარაღთან მომუშავე პერსონაჟი, რომელიც ძალიან კარგი პროფესიონალია თავის საქმის ყველა ვარიანტში, კარგად იცის თავის საქმე და ძალიან ცივი გონებითაც უდგება და ძალიან ჩამოყალიბებული, ესე იგი სტრუქტურულად მომუშავე პიროვნება, კანონიერი პიროვნება. ასევე შეიძლება იყოს თქვენი ყოფილის რეჟიმი, რომ ესე იგი ყოფილი ყავდათ წინა ცხოვრებაში კი არა. განქორწინებული რეჟიმი გაქვთ, მოდი ესე ვიტყვი, იმიტომ რომ ხშირად განქორწინებულსაც აჩვენებს როგორც წესი, ან ქვრივს, ან განქორწინებულს ჰაერის სტიქიის მეფე. გაშლა ორივეს კეისთვის არის ეს უკვე ვთქვი. მოკლედ ესეთი იდენტიფიკაცია. თუ ატყობთ, რომ თქვენზეა, პრინციპში შეგიძლიათ გააგრძელოთ ყურება. ვინ არის თქვენი პარტნიორი? თქვენი პარტნიორიც მეფე და მეფე. ორივე მამაკაცის ენერგიებში ხართ, რომელი ხართ ახლა აქედან ქალბატონი თქვენ და რომელი მამაკაცურ ენერგიებში, ეს უკვე თქვენ თვითონ გაარკვიეთ. მეფე ჟეზლის ამოდის თქვენი პარტნიორი. ორივე რაღაცნაირად მამაკაცურ ენერგიებში ხართ, მეფე ჰაერის და მეფე ჟეზლის. მეფე ჟეზლის ეს წარმოადგენს როგორც წესი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია, შეიძლება იყოს ბერძის, ლომის ან მშვილდოსანის ნიშნის ქვეშ დაბადებული, მაგრამ საერთო გაშლაში აუცილებელი არ არის, ძალიან ჟეზლოვანია, ცეცხლოვანია. ძალიან ტემპერამენტიანია, შემიძლია ვთქვა და თავის ტემპერამენტი ხშირად უხმობს ხოლმე, ესე იგი მის ემოციაზე წინ მისი ტემპერამენტი მიდის და ხშირად ფიხიც წარმოუკრია რაღაცა არასასურველ სიტუაციებში პარტნიორის სდევნამ აი ამ თავის ტემპერამენტის გამო. მაპატიეთ. ხო, ნუ ძალიან ცეცხლოვანია, შარმიანია. ძალიან უყვარს თავის წარმოჩინება ესეთი. და სხვათა შორის საწინააღმდეგო სქესშიც ძალიან კარგი პოპულარობით სარგებლობს. რაღაცნაირი შეიძლება ძალიან ლამაზი ტიპაჟი არ არის, მაგრამ თავისი სტილისტიკა, თავისი ცეცხლოვანება, ეს ენერგია, რომელსაც შორიდანაც გამოსჭვავის მასში ეს ტემპერამენტი და გრძნობს ამას საწინააღმდეგო სქესი, რაღაცნაირად მაგნიტივით იზიდავს საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს. მოკლედ ესეთი იდენტიფიკაცია, ბევრს აღარ გავაგრძელებ იდენტიფიკაციას, თუ ატყობთ, რომ თქვენია საერთო ეს გაშლა და კონკრეტულად ეს ვიდეო, უყურეთ ბოლომდე ყველა
ვარიანტში და კომენტარები და ლაიკები არ დაგეზაროთ, გაზიარებები ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვისაც გამოწერილი არ აქვს ჯერ ჩემი გვერდი, გამოიწერეთ ჩემი გვერდიც აქვე რომ დააჭერთ პლუს ფოტოსთან და ასევე ჩემი YouTube გვერდიც გამოიწერეთ, იმიტომ რომ YouTube-ზე უფრო დიდი შანსებია დიდი ვიდეოების, რაც საშუალება არ მაქვს TikTok-ზე მაგალითად 10 წუთიანის მონაკვეთი მაქვს, რომელშიც უნდა ჩავეტიო და ვერ ვეტევი როგორც წესი. კარგი, მოდი მაშინ გავიგოთ, თუ გაშლა და იდენტიფიკაცია შეატყვეთ, რომ თქვენია, გიმალავთ თუ არა თქვენი პარტნიორი რაიმეს, რაც უნდა იცოდეთ. დაიძაბა სიტუაცია, დაძაბული მუსიკა ჭირდება ამ მომენტს. პრინციპში შემიძლია გითხრათ, რომ რაღაცა კონკურენტული არიან ბრძოლაშია ჩაბმული ეს ადამიანი 4-იან ჟეზლი, 5-იან ჟეზლი და 8-იან, კი არა და 9-იან ჟეზლი. ესე იგი ჟეზლებით გადმოშჭვალვის თავის ტემპერამენტი და მოქმედება ძალიან ცეცხლოვანი ტიპაჟია საერთოდ და ერთ ადგილას რო ვერ ისვენებს, ნუ ეს მეფეს ჟეზლითაც პრინციპში ძალიან ბევრ გადაადგილებაშია და მუშაობის მოყვარულია როგორც წესი ჟეზლის მეფე. სტაბილურ ურთიერთობაში არის თქვენთან თუ არის ვინმე სხვასთან, მაგალითად ოჯახურ სტაბილურ ურთიერთობას გულისხმობ, 4-იან ჟეზლი ეს არის სტაბილური 4, მყარი, საფუძველი მყარი 4 ფეხზე აშენებული სახლი, ასე ვთქვათ, ურთიერთობა სტაბილური, შეიძლება ოფიციალურად ხელმოწერილი არ იყოს, მაგრამ ოჯახი და ოჯახური სტაბილური კავშირი ქონდეს, ან სტაბილურად შვილი ყავდეს ვინმესთან და სტაბილურ, ესე ვთქვათ, მოქალაქეობრივ თანაცხოვრებაში იყოს ვინმესთან, მაგრამ ნუ ოფიციალურად, კანონიერად მის ცოლად და მის მეუღლეთ არ ითვლებოდეს. რაღაცა ბრძოლები აქვს ამ ადამიანთან მიმართებაში. თუ ზუსტად იცით, რომ დაოჯახებული არ არის და არც ერთ ვარიანტში არ არის სტაბილურ სხვა ადამიანთან რამე სტაბილურ ურთიერთობაში, მაშინ ეს არის თქვენი სტაბილურობის კავშირი. შეიძლება ამ შემთხვევაში სტაბილურობასთან დაკავშირებით შეხლა-შემოხლა ქონდეს თავის ოჯახის წევრებთან, 5-იან ჟეზლით, ეს არის კონფლიქტური სიტუაცია, სადაც თქვენ სტაბილურობაზე წინააღმდეგი არიან მისი ოჯახის წევრები, დედა, მამა და ძმა, ასე ვთქვათ. ადამიანები, რომელიც ხელს უშლიან რაღაცნაირად კონფლიქტში ერთვებიან, რომ ეს ურთიერთობა არ გადაიზარდოს რაიმე სერიოზულში და რამე მნიშვნელოვანში სიმყარეში, ასე ვთქვათ, ამასთან დაკავშირებით თავის პოზიციას იცავს, ცელავს ყველა მოწინააღმდეგეს, ვინც წინააღმდეგობას უწევს, ასე ვთქვათ, რომ თქვენთან მიმართებაში თავის პოზიციას იცავს მყარად, თუ ამ სიტუაციაში ხართ და არ ყავს მას ზუსტად იცით 100%-ით, რომ არავინ არ ყავს თქვენს გარდა. თუ ყავს ვინმე მეუღლე, ეს მეუღლის სტატუსის მქონე ან ხელმოუწერელ ოფიციალურ თანაცხოვრებაში მყოფი ადამიანი, ვისაც ყავს, იმ ადამიანებისთვის იქნება, რომ ამ სტაბილურობას ძალიან დიდი წყალი აქვს შეყენებული, მინდა გითხრათ, კონფლიქტია მათ შორის, შეიძლება გამუდმებულ ეჭვიანობის ფონის მხრივაც იყოს კონფლიქტი, მისი დაძაბულობა მის მეუღლესთან, ესე ვთქვათ, მეუღლე ბჭყალებში, სადაც ეს ადამიანი თავს იცავს და რაღაცნაირად თავის პრინციპზე და მასზე დგას, რომ არას ლაპარაკობ, არანაირი საეჭვიანო არ გაქვს, ამაზე ბრაზდება, რომ ნუ მელაპარაკები და ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კონფლიქტი აქვს მის სტაბილურ პარტნიორთან დაკავშირებით. მინდა რომ კიდე მოვასწრო, გიმალავთ თუ არა კიდევ რამეს, აღარ გავაგრძელებ, ანუ ვისაც ისე გაქვთ და ვისაც ესე გაქვთ, თქვენ თვითონ თქვენ თავზე მოერგეთ. გიმალავთ იმას, რომ მისთვის ხართ იმპერატრიცა. იმპერატრიცა ცოტა მოშიშვლებული მყავს ამ კალოდაში, ამიტომ კერძს დაუფარავ. ეს არის მესამე მაღალი არკანი ქალი, რომელიც არის ღვთაება შენთვის. ნუ ფიზიკურ კონტაქტზე თუ ვიტყვით, უძლიერესად ქსიამოვნებს ამ ქალის შეხება, მასთან კონტაქტი, სექსი, პირდაპირ გეუბნებით. ეს არ არის 18+ გაშლა, მინდა გითხრათ და პატარებმა შეგიძლიათ გვიან ვიძახი, მაგრამ არ უყუროთ ამ გაშლას, არ იქნება თქვენს
ადგილზე ეს არის ჩამოყალიბებული როგორც მინიმუმ 25 პლუს გაშლა, სადაც მანდილოსანი მინიმუმ 25 წლის მაინც უნდა იყოს იმპერატრიცას თვისებები რომ მქონდეს. ფიზიკურად მომხიბვლელია, მოვლილია, უყვარს თავის თავში რესურსის ჩადება, თავისი ოჯახის წევრების განებივრება, კარგი სადილებით, რაღაცნაირად თავისი იდილია აქვს სახლში მოწყობილი და მის სახლში შესვლა ბედნიერება და სილამაზეა, ჰარმონია იგრძნობა. გრძნობს ამ ყველაფერს თქვენგან, თქვენ მისთვის იმპერატრიცა ხართ და ესე იგი შიშები აქვს რომ არ